ჟურნალისტები თქვენ არ ახართ პირველი ვინც ამ კითხვას უსმენს, იმიტომ რომ თქვენ ვერ ასეთი მიმითითებთ შთაბეჭდილება დარჩა ამ განცხადებიდან. სწორია, ალბათ შთაბეჭდილება დარჩა, თუმცა ვერ წამიკითხავთ ფრაზას, რომელიც ამ შთაბეჭდილებას ადასტურებს. სამეზობლოში მოიხედოს და იმის შემდეგ, რაც ობიექტურ განცხადებებს გააკეთებენ სამეზობლოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, შესაძლოა უფრო სერიოზულად მიუდგეთ ამ განცხადებას. სწორედ ამან ჩვენი მეზობლები. აი ეს არის, ზუსტად ეს არის ის, რაც მე ვთქვი და არა ის, რაც იყო თქვენი კითხვის კონოტაცია. ანუ მე საქართველოსთვის კი არ დავადგინე სტანდარტი. საქართველოს კი არ შევადარეთ ჩვენ სამეზობლოს. ის კი არ ვთქვი საქართველოში უკეთესია ვიდრე აზერბაიჯანში ან სომხეთში და ამიტომ მოდით მე გველაპარაკეთ. მათი ობიექტურობა დააყენე დიახ, მისი ობიექტურობა დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა. იმიტომ რომ როდესაც ბატონი სუარესი დღეს 2014 წლის დეკემბერში სამხრეთ კავკასიაში არის ის წარმომადგენელი ეუთოსი. ის რომ იყოს ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვიტყოდი. იმიტომ რომ ის რომ იყოს ჩვეულებრივი პორტუგალიის პარლამენტის წევრი დეპუტატი და მორჩა, რა თქმა უნდა, მას აქვს ექნებოდა სრული თავისუფლება ჩემი გადასახედიდან, იმაზე გაეკეთებინა აქცენტი და მხოლოდ იმაზე გაემახვილებინა ყურადღება, რასაც ჩათვლიდა საჭიროდ. მაგრამ როდესაც ხარ სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი და არც ერთი სიტყვა არ გითქვამს, არც ერთი სიტყვა არ გითქვამს იმაზე, რაზეც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რითიც შეძრულია მთელი დემოკრატიული სამყარო, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა, განცხადება, მოწოდება, 10 დეკემბრის მანიფესტები წავიკითხოთ და მაინც მიხეილ სააკაშვილი შეგაწუხებს მე და ეს ეწერა სწორედ ჩემს კომენტარში ვიტოვებ უფლებას, რომ ცოტა არასერიოზულად მიუდგე ასეთ განცხადებას. ხაზგასმით ვამბობ, ჩემი სტანდარტი არ არის ჩვენი სამეზობლო. ჩემი სტანდარტი არ არის არც აღმოსავლეთ ევროპა, რომელშიც რა თქმა უნდა ვითარება გაცილებით უკეთესია ვიდრე საქართველოში. ჩემი სტანდარტი არის დიდი ბრიტანეთი, ჩემი სტანდარტი არის ამერიკის შეერთებული შტატები, ქვეყნები, სადაც დიახ არის პრობლემები, მაგრამ სისტემური, ინსტიტუციური პრობლემები აღარ არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის ეს არ ეხება ბატონი სუარესის განცხადებას, იმიტომ რომ მისგან მე ველოდები ობიექტურობას და მხოლოდ ამ დროს შემიძლია რომ ვიყო ადეკვატური ამ განცხადებების მიმართ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს არ არის ოცნება დიანა, ჩვენ ამას მივახცევთ მე გარწმუნებთ, იმიტომ რომ ის ინიციატივა რაც ეხლა შსს-თან და საერთოდ სამართალმცავებთან დაკავშირებით არსებობს. დღის წესრიგშია იმ გამოსვლაში თქვენ გახსოვთ ალბათ პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის პროკურატურის რეფორმაზეც ისაუბრა. მე გარწმუნებთ, რომ საბჭოთა კავშირს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ვანოსთვის NKVD-ს შექმნით თავის დროზე უკან დაგვიბრუნა. ამიტომ ძალიან დიდი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი მადლობა, თინა ხიდაშელი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა კი რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით არანაკლებ საინტერესო დისკუსია გვექნება უკვე ბიუჯეტის თემაზე. რამდენად სწორად ასახავს დედაქალაქის მთავრობის საფინანსო გეგმები თბილისელების საჭიროებებს. პარლამენტის შემდეგ ბიუჯეტის დასამტკიცებლად თბილისის საკრებულო ემზადება. საქმურობის და პრიორიტეტების და პროგრამების ვერმოგვარების ბიუჯეტი. 2015 წლის ბიუჯეტი არის ორიენტირებული ადამიანზე. საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების სტუმრად შაბათის ქრონიკაში. როგორი აუცილებელია იგრძნო აწმყო და დატკბე სრული თავისუფლების მომენტით, ცხოვრების უსასრულო ხმოვანებით. მიხვდე, რომ შეჭირებაც ნაწილია მოგზაურობისა, მოგზაურობა სხვა ადამიანებთან, შენთან და შენს ნაპირებთან. ჩაი გრინფილდი, შინაგანი ჰარმონია. სტერეოტიპებით სავსე სამყაროში შესაძლებელია საკუთარი თავის შენარჩუნება. La vie est belle. ახალი სუნამო. ლანკომი. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. ახალი პლანშეტი Lenovo Yoga ტაბლეტი. Lenovo მათთვის ვინც მოგმედებს. შეხვდი ახალ წელს დირსის ახალ უბანში.
შეიძინეთ დასრულებული, გარემონტებული ბინა მარტივი იპოთეკურის წესხით, მხოლოდ პირადობის მოწმობით, კვადრატული მეტრი $900. დირსი, მოლოდინზე მეტი. იჩქარე, გაიტანე ტექნიკა, დაიბედე წარმატება. შენც მოიგე ტექნობუმში. ამბობენ რომ ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო. არა, ყველაფერი შეჯახებით დაიწყო. ამბობენ რომ ორი ატომი შეჯახებით წარმოიქმნება მოლეკულა, რომელიც მოძრაობს. მოვენდო. იმასაც ამბობენ რომ ოდესმე ეს ყველაფერი გაჩერდება. ოღონდ ამის წარმოდგენაც არ მინდა. ხედა, მაინც მოძრაობს. It's moving. Scriva la ruina? Sì, certo. Badagoni. ნოკიანის ზამთრის საბურავები ვიანორის ავტოსერვის ცენტრებში, ვისოლის სადგურებზე. წარმოგიდგენთ ახალ ველატონს 2 ფერის სისტემით. შეღებვის დღეს ინტენსიური, მუდმივი ფერი აღწევს თმაში. მომაჯადოებელი ინტენსიური ფერის შედეგისთვის. შეღებვიდან 2 კვირაში ფერის პიგმენტაციის სერუმი ველატონისგან თქვენს თმას მატებს პიგმენტების დამატებით ფენას მხოლოდ 10 წუთში. უფრო მეტი ბზინვარებისთვის შემდეგ შეღებვამდე. ახალი ველატონი 2 ინტენსიური ფერი ფერის პიგმენტაციის სერუმით ველასგან ევროპის ნომერ 1 სალონის ბრენდი. წარმოგიდგენთ ულტრათხელდამსუბუქ Lenovo S850. 5-ინჩიანი ეკრანი და 13 მეგაპიქსელიანი კამერა. Lenovo S850 შეიძინე ჰოლოგრამით და ისარგებლე ოფიციალური გარანტიით. ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილი სპაზმის ბრალია. ტკივილგამაყუჩებელი მხოლოდ ტკივილს ბლოკავს. სპაზმი კი რჩება. ნოშპა სპაზმის და ტკივილის წინააღმდეგ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, ვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. Sanofi საფრანგეთი. მოდის ახალი წელი. Smile გიგზავნით საჩუქრებს. შეიძინეთ Samsung-ის ტელევიზორი და მიიღეთ 500 ლარამდე ღირებულების საჩუქრები. Smile. პეისი ჯგუფი. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. შენ როგორ მანქანას ისურვებდი? მოგო, ყველაზე მარტივი ავტოლიზინგი საქართველოში. არანაირი შეზღუდვა მანქანის ლოვანებაზე. მიიღე შეთავაზება 30 წუთში და თანხა იმავე დღეს. მოგო, ავტოლიზინგი. თუ გაბარსო აღიზიანებს თქვენს კისერს, ლოყებს ან ნიკაპს, არსებობს ერთი გამოსავალი. განაახლეთ ძველი საპარცი ჯილეტ ფიუჟენი პროგლაიდი, რომელიც აღჭურვილია 5 ულტრათხელი პირით. სიზუსტე, რომელიც შემუშავებულია მგრძნობიარე კანისთვისაც კი. ჯილეტ მამაკაცისთვის საუკეთესოა. მხოლოდ ახალი წლის დღეებში ზედაზენის ლიმონათი სპეციალურ ფასად 1 ლიტრი 1 ლარად, 2 ლიტრი 2 ლარად. საახალწლო სუფრას ჩვენის ლიმონათი ზედაზენის. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. თბილისის 2014 წლის კორექტირებული ბიუჯეტი აქვს და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი. დენზე მიბმული ნაგავი ქალაქის წინა მთავრობის ნოვაციით დაგროვილი გადასახადები 11,000 ოჯახს ჩამოეწერება. ეს მოხდება 2014 წლის ბიუჯეტით. ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს, რომ მერიამ ამ წლის ბიუჯეტის 23% ვერ აითვისა. ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია მოითხოვს, რომ თბილისის ვიცემერის ალექსანდრე მარგიშვილისა და თბილისის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მერის მუშაობაზე კარგი წარმოდგენა არ აქვს არც ბურჯანაძის წარმომადგენელს საკრებულოში. ახლა საკრებულო 2015 წლის ბიუჯეტზე იწყებს კამათს. უმცირესობა მას უკვე უწოდა უამბიციო პროექტი. რა წერია კარგი და რა არ მოსწონთ მასში თბილისის მთავრობის ოპონენტებს. გურამ როგავა ჩაგვერთვება ახლა საკრებულოდან პირდაპირ ეთერში და მოგვიყვება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე შეფასებებს. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი არაა მორგებული თბილისის მოსახლეობის ინტერესებზე. ასე აფასებენ ამ პროექტს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ასევე გაერთიანებული დემოკრატების დეპუტატები. ორივე პოლიტიკური ძალა ირწმუნება, რომ მერიამ არც ერთი მათი შენიშვნა არ გაითვალისწინა. შესაბამისად, ისინი არ აპირებენ, რომ ბიუჯეტს მხარი დაუჭირონ. მერიასთან კონსულტაციით კმაყოფილია ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები. ისინი ნაციონალური მოძრაობის რიტორიკას არ იზიარებენ. ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ჩვენთან საუბრისას დედაქალაქის 2015 წლის მთავარი დოკუმენტი, მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეაფასა როგორც უსაქმურობის ბიუჯეტი.
უსაქმურობის და პრიორიტეტების და პროგრამების ვერმოგვარების ბიუჯეტი, სოციალური მიმართულებით არის შემცირებული ძალიან ბევრი მიმართულება და ძალიან ბევრი პროექტი. სამაგიეროდ 227 კაცით გზდიან შტატებს, ეთყობა მათ კიდევ დარჩა დასასაქმებელი 19 ნათესავები და ასევე იზრდება მერიის დაცვის სამსახურის, უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება დაახლოებით 3 მილიონი ლარით. ოპოზიციაში ყოფნის დროს დღევანდელი ხელისუფლება აკრიტიკებდა უგულავას იმაში, რომ მან შექმნა უსაფრთხოების საქალაქო სამსახური. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თანხები არათუ შემცირდა ამ სამსახურის და ჩვენი კრიტიკის მერე მანამდე თუ იყო 4 მილიონამდე, ეხლა გაიზარდა და გახდა 6 მილიონზე უფრო მეტი, უახლოვდება 7 მილიონს. ბიუჯეტი არის 800 მილიონიანი. აქედან 200 მილიონი არის ჯანდაცვა და სოციალური დახმარება მოსახლეობის. ესე იგი, სოციალურ დაუცველ ესეთი ბიუჯეტი არავის არ ყოფილა, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს 200 მილიონი მოხმარებოდეთ დედაქალაქის ბიუჯეტი. მოქალაქეებისთვის შეიძლება დაფინანსდეს თბილისის მერიიდან ოპერაციები და სხვა ისეთი მკურნალობის სხვადასხვა კურსი, რომელიც საყოველთაო დაზღვევით არ არის გათვალისწინებული. 2015 წლის ბიუჯეტი ადამიანზეა ორიენტირებული, აცხადებენ ქართულ ოცნებაში და ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტში ასახული ცვლილებები ხშირ შემთხვევაში უპრეცედენტოა. მე გეტყვით, რომ პროექტში სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებისათვის, სოციალური უზრუნველყოფის პროექტებისათვის დაახლოებით 170 მილიონი ლარია გათვლილი, ხოლო 35 მილიონ ლარამდე დაიხარჯება ჯანდაცვის მიმართულებით. ისეთი პრიორიტეტი, როგორიც არის სოციალური უზრუნველყოფა და ჯანდაცვა, არის წინა პლანზე წამოწეული. ამას გარდა მოგეხსენებათ, რომ ქალაქში მცხოვრებთათვის უმნიშვნელოვანესი არის ინფრასტრუქტურა. ამიტომ ინფრასტრუქტურული განვითარება არის მეორე პრიორიტეტი. ასევე გასათვალისწინებელი არის ის ფაქტორი, რომ სკოლამდელი განათლება, კულტურისა და სხვა მიმართულებები ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის გამოყოფილი. ახლა ბიუჯეტის განხილვის მეორე ეტაპი იწყება, როცა საკრებულოს კომისიები და ფრაქციები დარგობრივი